მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით გუშინდელ დადებულ ვიდეოზე. ერთ დღეში ვიდეომ დააგროვა უკვე 60,000-ზე მეტი ნახვა. ილია თოფურიაზე სადაც ქონდა ჩვენი გულისწყრომა, სადაც ჩვენ ძალიან განვიცადეთ ეგ პრობლემა, რა თეორია მე არ შემოვიტანე, რა პრობლემა მე არ განვიხილე და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ამდენი კომენტარი დაწერეთ, 1000-ზე მეტი კომენტარი იყო დაახლოებით, ძალიან ბევრი ლაიქი, ძალიან ახლოს მიტანეთ გულთან ეს ყველაფერი და ნუ კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას, ილიას გამოჯანმრთელებას უსურვებ და მე მინდა დღევანდელ თემას შევეხო. ეხლა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად იცით ხომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის პირადად საკუთარი მოღვაწეობიდან, საკუთარი კარიერიდან და საკუთარი სამშობლო სიყვარულიდან გამომდინარე, ჩემთვის ეს 2 წლის წინაც მაქვს მე ნათქვამი, სანამ არჩევნები იქნებოდა, თუ რამდენად დიდი ფიგურა. მაგრამ მე არასდროს არ მისაუბრია კონკრეტულად მის ოჯახზე, მის შვილებზე, აი ეს ვიდეო შემხვდა მე გუშინ, სადაც ბერა საუბრობს ქართულ იდენტობაზე, სამშობლო სიყვარულზე, ძალიან თავდაბლად, ძალიან მოსიყვარულეთ და აი იმდენად გულთან ახლოს მომივიდა ეს ყველაფერი რა, თავიდან ბოლომდე რომ გადავწყვიტე რომ ზოგადად ჩემი ფასებინა არა მარტო ბერა, არამედ ზოგადად ცოტნე, რომელიც ამ ბოლო ხანს გამოჩნდა და ახალგაზრდულ მოძრაობასთან ერთად რეგიონ დადის და ადგილობრივი ადამიანების პრობლემებს ისმენს. მე მართლა გულთან ახლოს მოვიტანე ეს ყველაფერი, მოვიტანე და მინდა რომ ეხა თქვენთან ერთად შევაფასო ზოგადად აი ეს ნარატივი, ეს საუბარი ზოგადად რომ ხენა ყოფით შეიცნობა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი რა ოჯახიდან ხარ, შენი აი მეტყველებაში, საუბარში, თავდაბლობაში, ყველაფერში ძალიან კარგად იგრძნობა. მით უმეტეს, როდესაც იცი რომ მამა შენი არის ამხელა ძალაუფლების მატარებელი ადამიანი და რიგი ქვეყანებში, სხვა ქვეყანებში მაგალითად ხო, როდესაც ამხელა ავტორიტეტები ყო ჩობლები, შვილები ცოტა სხვანაირები არიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ბერად ცოტნეს და ბიძინას დარწმუნებული ვარ, ეხლა ნუ ბერად ცოტნე ყველაზე მეტად ვიცი, იმიტომ რომ ნუ სოციალური ქსელებიდან ხდება ვიდეოები, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიურად შესანიშნავი შვილები ყავს ბიძინას. და გადავწყვეტე, რომ ვიდეო რეაქცია ჩემეწირ ამასთან დაკავშირებით შევაფასო ეს ყველაფერი, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი დეტალურად, მეგობრებო, ასე რომ გამოვყევით. ჩემთვის საქართველო პირველ რიგში არის ჩემი წინაპარი, ჩემი სისხლი, ჩემი ოჯახი. მე საქართველოს აღვიქვამ როგორც ერთ მთლიანს. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში ინტერნეტისა და პროპაგანდის გამო ხალხი ძალიან დაყვეს ჯგუფებად. კი, და ეს ყველაფერი ასევე თვითონ მემარცხენეებისგან მოდის, იმიტომ რომ აი შემდეგ კლიპში რომ მე გადავალ, სადაც ცოტნე მაგაზე საუბრობს, რომ დისკუსია და დებატები არის გამოსავალი, ანუ განსხვავებული აზრის გაცვლა, ხო, რომელიც იდეაში უნდა გინოდეს. ისინი მაგას არ შვებიან. ისინი პირიქით თავს გესხმიან და გაშავებენ. არასდროს არ შემოდიან პოლემიკაში ისინი, საერთოდ არასდროს. ეხლა ბოლოს აი ოცნებამ რო დაიწყო დებატების მოწყობა, ხო იცით? აი კობახიძემ რო ყველა მოდებატე, ვინც კი ოპოზიციიდან იყო, ყველა რო აი მოპარული შიშტივით რო ათრია დებატებში. სრულად ამ სიტყვის ეს თემა საქართველოს ნახა, ხო? მანდაც აი კომენტარები იწერებოდა, რომ ეხა აი თვითონ შემოაგდეს საკუთარი დებატების სტილი რა შუაშია, ხო? ღია ხო გაიხსნა საუბარი, სადაც შეიძლება დაჭიდო კონსტრუქციულად ისაუბრო, მაგრამ კონსტრუქციული არგუმენტები არ გააჩნიათ მაგათ. და შესაბამისად პოლარიზაციაც, გაღრმავებაც არის ისევე მემარცხენეების მხრიდან შემოგდებული, ჩემი ზღარ რწმენით. უამრავ კატეგორიად, კონსერვატორი, ლიბერალი და ასე შემდეგ. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, არ მინდა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მე მიყვარს ყველა ქართველი. და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში აღმოჩნდე და დავინახო, რომ ქართველი 10 კაცის წინააღმდეგ ჩხუბობს. მე არ ვკითხავ მას, ვის მიეცი ხმა, რათა გადავწყვიტო ვიჩხუბებ თუ არა მასთან ერთად. ფიქრობ, საქართველო ჩემთვის ყოველთვის იქნება ჩემი სამშობლო და ჩემი სიყვარული. და ამის პარალელურად აი არიან მაგალითად გვარამიას აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი რა, რომ ჩემი შვილისთვის მშობლიური ენა არისო ინგლისურიო. ეს აქვს გვარამიას ნათქვამი 2 წელს წინ. ღია ეთერშია ჯერ კიდევ მთავარი არხი რო პრაიმში იყო ჯერ კიდევ მაშინ. ანუ ხალხო იცით რა არის? მე ძალიან საინტერესო სიტყვა ვახსენე წეგან, ხენა ყოფით შეიცნობა. აი თავდაბლობა, რომელიც საქმეში ვლინდება უშუალოდ, ხო? ეხლა ბერა არის ადამიანი, რომლის წყალობითაც მაგალითად, რავი, ალბათ ყველას გეცოდინებათ, რავი, არ ვიცი ამის შეხსენება თუ გჭირდებათ. აი ბოლო 20 წელიწადში რამე პროქართული თუ არის გამოსული, ხო? აი პროქართული სერიალი.
მინისერიალი ხო, საუბარი მაქვს ტიფლისი და ქერჩი. ბერას გარეშე პროექტები არ გაკეთებულა. დღემდე რაც არის გამოსული, ხო, არიან ტიპები, რომ აი რა გაუკეთებიათ, რა საკეთებენ. ორადორი სერიოზული ქართული პროექტი, პატრიოტული რაც დაიდო, არის სწორედ ამ ოჯახის დამსახურება. ამ ოჯახის რო ესანი ჩვენამდე მოვიდა და ჩვენს ყველაფერი ვნახეთ. ქერჩი და ტიფლისზე მაქვს საუბარი. არ მინდა უბრალოდ აი სხვა ქვეყნის მაგალითები მოვიყვანო, სადაც ამხელა გავლენის მატარებელი ადამიანი, ზოგადად მშობლები როდესაც ყავთ, როგორი ადამიანები არიან. TV პირველმა ფორმულამ თავარმა ბოლო წლებში რა არ შეიცადეს, როგორი ზიანი შეიძლება მიეყენებინათ ამისთვის, აი რეპუტაცია დაეგდოთ, რამე სკანდალები მოიფიქრებინათ, ტყუილები გაეკეთებინათ, ვერაფერი ვერ შეძლეს საერთოდ. იმიტომ რომ ერთი ხელშესაჭედი კომპრომატიც კი არ არსებობს. რატო? იმიტომ რომ ესენი არიან კარგი ოჯახიდან. როდესაც კარგი ოჯახიდან ხარ და სუფთა ხარ ადამიანი, რა ტალახიც არ უნდა წამოვიდეს ზოგადად, ხო? ვერაფერი ვერ გადაწონის ის, რაც არის სიმართლე რეალურად. და მოდი ხა ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ, ვინ როგორი ადამიანი იქნებოდა, როდესაც ამხელა ძალაუფლება იქნებოდა. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. მე ძალიან მომეწონა ეს პათოსი თავიდან ბოლომდე მინდა გითხრათ. ძალიან საინტერესო არის, ანუ სიღრმისეული თავიდან ბოლომდე. ნუ ახლა ცოტნაზე რო გადავალთ, ნუ ცოტნე უფრო ხშირად ჩანს ბუნებრივია კამერებთან. განსაკუთრებით კონსტრუქციულობას გამოვარჩევდი, ეგაა ძალიან საინტერესო. აი ხა მოდი გადავალთ და თან განახებთ ამ ყველაფერს. განვითარებაში ვხედავ ცოტნე ივანიშვილს. ხო, ეს არის ქართული ოცნების ახალგაზრდული შეხვედრები რეგიონებში, რომელიც იმართება, რავი, 2 კვირაში ერთხელ თუ 3 კვირაში ერთხელ დაახლოებით, ზუსტად არ ვიცი. და ნუ ძირითადად ხა ყოფილა მომენტები მე მომისმენი აქ რომ ის კრიტიკოსები ვინებიც მოდიან რომ აი ღია საუბარს თქვენ არ ხსნით, კრიტიკული კითხვები არ დაისმის, კრიტიკულ კითხვას ობს ხა ეს გოგოც მათ შორის და პლუს დამატებული ამ ყველაფერს, ოდესაც იყო მაგალითად ცნობილი ოპოზიციონერები, რომლებიც აპელირებდნენ ამით რომ თქვენ არ გინდათ ამ ყველაფრის ესე თქვა ღია საჯარო სივრცეებში გამოტანა, დახურული ბაბლები გაქვთ. მოიწვიეს კიდევაც ახალგაზრდული იქიდან რომ აი მოდი და შენაკითხვები დასვი და არც ერთი არ მივიდა. იფიქრე რომ ისულიყო ადგილზე და ეს კითხვები დაისვა რეალურად. ეხლა უყურეთ ეს ვიდეო, ეს კლიპი ყველაზე კარგად მეტყველებს როგორი ადამიანი არის სოტნე. მართლა, იმიტომ რომ კონსტრუქციული დიალოგი, ანუ პოლიტექნოლოგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენ ესაუბრები ჟურნალისტს, შენ ესაუბრები მაგალითად მსმენელს, როდესაც ესაუბრები რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას და ამ ადამიანს მართლა აქვს ეგუნარები. მინდა რომ პრეზიდენტს დაუსვა ჩემი შეკითხვა. იმედი ყველავთან ხვდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ასე და რაც ეს პოლარიზაციის დონე უბრალოდ გამოხატული არის ახალგაზრდებში. ყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ხო მოისმინეთ კრიტიკული კითხვა. 1984 რომელსაც ადარებთ დღევანდელ საქართველოს მართლ სისტემას, ეს ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ მაგ რეალობაში ეს კითხვა არ დაისმებოდა აქ. ძალიან გულმტკივა ამ ყველაფერზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ვხედავთ ვერცერთ დასჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან. მოდი მე ამ გოგოს ახლა სანამ ცოტნე უპასუხოს მე გავცემ პასუხს. რომ ის ადამიანები, რომელსაც ძალაუფლებას გადაამატეს, თითქმის ყველა ადამიანი, ყველა სამართალდამცავი არ დაჭერილი. მათ შორის გორის ინციდენტი, რომელიც მოხდა, სადაც ძალაუფლების გადამეტება მოხდა პოლიციის მხრიდან, ასევე ხა რომ ნოდარ ამელაძემ რო წამოჭიმავით ამ სისტემური ძალადობების ციხეებში, ეგენი 2020 წელს არიან დაჭერილები. და ბუნებრივია სისტემა ვერ გააკონტროლებს თითოეული ადამიანის იმას ახლა რა დეტალო ახლა მე რო ვიყო საქართველოს მართველი ახლა რა მე წარმოიდგინეთ და მაგ ბიუროკრატია და სისტემა ხო აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო მმართველობა და თელი ეს სისტემა აქვს აწყობილი სხვადასხვა ინსტიტუტებით ახლა რომელიმე ჭანჭიქში რო ვიღაცამ ადგეს და სიტყვაზე ვამბობ რავი სიტყვაზე ხალი გაუპატიუროს ანუ მე რატო ვარ ამ შემთხვევაში დამნაშავე როდესაც ყველა ადამიანში შენ ანუ ყველა ადამიანში შენ დარწმუნებული ხარ რომ არის კარგი როდესაც მსგავსი სახის ქმედება ჩაიდენს ადამიანი, სისტემა მას მიხედავს. და მაგ ადამიანს პასუხისგებაში მიცემენ, როგორც ახლა მისცეს გორში ის ადამიანები, რომლებიც იცალატეს იმ მოქალაქეებზე, მეც გადავიღე ვიდეო სხვათა შორის და ვამხილე ყველაფერი, დაჭერილები არიან. ამიტომ ეს ზღაპრები ხალხო აღარ ჭერის უკვე. რაღაცა ბელარუსში ვარ, ჩელიაბინსკი. მე მაინტერესებს როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გზებს და როგორ ფიქრობ ამ დაუჯერებლობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს თუ ესე უბრალოდ თქვენთვის შეუძლებელი და მისაღებია. მადლობა დიდი. მოგესალმებით ყველას. მადლობა მომწონებისთვის და რა შევარია პირადად მოგესალმები, მადლობა ესეც საინტერესო შეკითხვისთვის.
მიხარია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოგეცემა შანსი რომ ვისაუბროთ. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ვთქვა გული ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა. ცოტნე ძალიან თავდაბალი ადამიანია, ძალიან. და სხვათა შორის ახლა ვნახე Instagram-ზე შემხვდა მის სურათი, ათონის თაზე რო იყო მამა თეოდორესთან ერთად და ძალიან გამიხარდა. ძალიან ცოტა ისეთი ახალგაზრდა ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად მტკიცდება, რომ ნორმალურია და მე კაი შედარება მოვიყვანე წეღან ამის. რომ მე შემიძლია ჩამოვთვალო 100-ზე მეტი ადამიანი, რომლის მამა არის უსაზღვრო ძალაუფლების მქონე და რომლის შვილები არიან აბსოლუტურად დაკარგულები. და კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ მე 2 წლის წინ ვსაუბრობდი ხალხო ამას 1 წლის წინაც. აი ხო იცით, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის და მის მიმართ თავდასხმა არის ჩემთვის წითელი ხაზი. ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ აი ეს სურათი მინდა გამოვიტანო, ეხლა აი ამ სურათზე შეფასება გააკეთა იმან, რა ქვია, ბურჯანაძე გამოვიდა და თქვა, რომ ისო რა ქვია, ბიძინაო ჭორვილაში არისო რასო რა, ევროპის ჩემპიონატი რო იყო, ევროპის ჩემპიონატი და ბიძინამ გადაუხადა ყველაზე მეტი საქართველოს ნაკრებს, იმას ჯგუფიდან გავიდა. და ბიძინაო ჭორვილადან უყურებდაო თამასს. და ბიძინა მაგიტომ მიყვარს მე, რომ ამხელა ძალაუფლების მატარებელი ადამიანია. ევროპის ჩემპიონატზე მოქმედ არც ერთი გუნდის ხელისუფალმა მით უმეტეს თან ვიცით რომ აბსოლუტურად ოფიციალურ პოლიტიკაში არ არის ხო ყველაზე დიდი დახმარება გაუწია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იმავე თვეში ივანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და ბიძინა იმის დამეხმარება სხვა მილიარდელები კუნძულებიდან მონაკოებიდან და იქიდან და საკუთარი მშობლიური ადგილიდან ჭორვილადან უყურებდა ევროპის ჩემპიონატს და ბურჯანაძე გამოვიდა და თქვა, თოვი ნიშნის მოგების ნიშნით, რომ ეგო მაკედან უყურებს. აი ხვდებით რა გონკებში არიან ადამიანი, რა გაბოროტებულები უნდა იყო. აი უბრალოდ ხვდებით მაგ ყველაფერს, ბიძინა ნულით წავიდა ჭორვილადან. და როდესაც დაბრუნდა მთელი ქონებით, საკუთარი ის ააშენა, რა ქვია, მხარე ააშენა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ინვესტიცია, ყველაზე მეტი დახმარება და ქველმოქმედება საქართველოს გაუკეთა. ჩემი თუ არ გჯერათ და ისე გროკ შეეკითხეთ, ChatGPT შეეკითხეთ, Gmail შეეკითხეთ, ვინ არის გამკეთე, ჭეჭყონია გაუკეთა ამ ქვეყანას თუ ლომთადიძემ უზბეკისტანში რო. ამიტომ ხალხო მე არ მევასებ, მე პირდაპირ ადამიანი რა. მე ადამიანს ვაფასებ. ადამიანმა რა გააკეთა მე იმას ვაფასებ. და ამას არასდროს არ უკარგავ. ეგ იცოდეს ყველამ. რომ ამაზე არც მომერიდება საუბარს. მოგწალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. გართალიო. რაც შეეხება შენ შეკითხავს პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი ოდნავ ჩავშალოთ რა. ახლა დავკითხდი, როდესაც შენ საუბრობდი და მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და უალტერნატიული გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. ხო, აი წეგარას თქვი და რომელიც ლიბერალებს არ უნდათ. იმიტომ რომ ფაქტების ეშინიათ. აი კობახიძემ რო გადაუარა ახლა ბოლო დებატებში იქ იაგოს გირჩები და ეგენი რო იყო მთელი ოპოზიციო და ხმა ვერავინ ვერ ამოიღო. რისი და უბრალოდ სიმართლე აქეთ ხარეს. ეს ანიშნავს რომ მაგარი ხარ ძალიან, უბრალოდ სიმართლეა შემხარეს. შემხარეს რომ სიმართლეა, ხო? ხალხი ამ ყველაფერს ანაკარგად ხედავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს რომელსაც ვესაუბრებით, მეორე მხარეს ასე ვთქვათ. ერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულებება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. კი, სხვათა შორის და ეს ძალიან ჭკვიანური სიტყვებია და რატომ მინდა გითხრათ, რომ ჭეშმარიტი ნამდვილი ოპოზიცია რო ქვეყანაში არსებობდეს და რომელიც უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, ხო? ოპოზიციის მთავარი დანიშნულება არის, რომ შენი მინუსები შეგახსენოს. და არა ის, რომ დირექტივებს იღებდეს, როგორც ლომჯარია შევარდებოდა გერმანიის საელჩოსი უკანაიზოდან, ან კიდე ლიტვა, ლატვია, ესტონეთის ელჩები, რომ იმას რა ქვია, შენიშვნებს იძლეოდნენ და გერმანიის იქიდან საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქ ჩამოდიოდნენ და აქციებს უერთდებოდნენ. ეს არ არის პოლიტკორექტული, ეს არა პოლიტიკურად ლამაზი. ეს საერთაშორისო ურთიერთობებთან მთელი ამ კოდექსის უხეში დარღვევა და აბსოლუტური პატივცემულობა ქვეყნის სუვერენიტეტის. და ისე გვექცეოდნენ ჩვენ ევრობიუროკრატები და ახლაც ესე იქცევიან. ეხლა და ბოდიშით ეხლა ამ ყველაფერს ორივე თვალი ძალიან კარგად ხედავ და პოლიტიკური ფილოსოფია მაქვს დამთავრებული. ეხლა არ ვიცი ისინი რას აბოლებდნენ იმათ ქართული მემარცხენეებს და აკაცუკებს, მაგრამ ეს ხო ნათელია, რომელიც ყველამ ვიცით თან ძალიან კარგად.
იმიტომ რომ ქვეყანა როცა გიყვარს შენ დისკუსიას რა თქმა უნდა აზრი აქვს და ოპოზიცია არ უნდა გავდეს გაბოროტებულ, ანუ აბსოლუტურად გაბოროტებულ, თავზე ხელაღებულ რაღაც ბოროტების სინდიკატს, რომელიც მომართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ცხადზე ცხადი. დისკუსიას დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით ახლა როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ესეთ ადამიანთან ჩვენგეზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აი უბრალოდ ერთ რამეს ხვდებით, აი როგორ დაალაგებული კონსტრუქცია და მშვიდის საუბარი აქვს ამ ადამიანს. და გამოდიოდნენ პოსტები მხდებოდა რა. ისენი რომ რა აი რა გორც გინდა დაელაპარაკე, როგორ აზრი არ აქვს უბრალოდ რა. აი რას ნიშნავს ბოროტი ხარ ადამიანი? და ეხა ამ ბიჭს, რომელიც აი ესე მშვიდა წყნარა თავდაბლად მორჩილად საუბრობს, აი პაულობდნენ რაღაცას კიდე რა. რაღაცას ეხა პაულობდნენ და აქილიკებდნენ და იმას შევოდნენ აშავებდნენ. აი როგორი ამორალურია ეს ყველაფერი არა? აი გიждდებოდი უბრალოდ თო. მიშას დროს მაგათი შვილები და მაგარი ავტომატებით და იმები დადიოდნენ ბოდიში და სახლებში უვარდებდნენ და ბინებს და სახლებს და ქალებს ართმევდნენ. რავი, განსხვავებას თუ ვერ ხვდებით, რავი, ოფთალმოლოგთან მე ვიცი ერთი კაი ოფთალმოლოგი ჩაეწერონ და მივიდნენ ნახო. აქედან გამომდინარე უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაძაბულიც არ იყოს, დასრულდეს თქვათ კონცი რუსია, კაცუკი ნაცის დახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად, ლოგიკური ჯადვის შემოღალიბების ნაცვლად. ჩემი აზრით არასწორი არის, რომ ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს საკითხული, ხო თქვა. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც კი, რა გინდა ძმაო, აგერ კაცმა გამოიჩინა ინიციატივა, ხო, პოლემიკითა და დებატით. რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ მაგათ, იმიტომ რომ სიმართლე არ ამათხარეს. და იმის ვაგებროთ, რომ რაღაცა კონსტრუქციული გააკეთონ, გაშავებითა და ცილის წამებით არიან დაკავებულები. რაც აღარ ჭერს უკვე, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამაზე აღარ ეგება, ეს უკვე ნანახი კინოა გავიარეთ. აი, მარტივად მინდა რომ შევაფასო ხა რაღაცეები რა. ეხლა ჩვენ მოვისმინეთ ბერას მონოლოგი პოდკასტიდან და ცოტნეს ის ხო ახალგაზრდულ ჯგუფზე ღონისძიებას გამოსვლა. აი იმ ადამიანებს მინდა მიმართოთ, ვისაც ბიძინა ეზიზღებათ. აი დარწმუნებული ხარ თქვენი სიძულვილი რომ ობიექტურია, ან რაციონალური საერთოდ. აი დაფიქრებულა ის ადამიანები, რომ რაციონალურად აფასებენ საქართველოს ამჟამინდელ შესაძლებლობებს, გაკეთებულისა და მიზეზშედეგობრივი კავშირის რაციონალურობას, თუ მათ უბრალოდ აქვთ თითიდან გამოწოვილი პერსონალური შურის საფუძველზე, რომ ეს ადამიანი ერთადერთი მიზეზის გამო შურთ, იმიტომ რომ ვერც ამარცხებენ, ვერც ტყუილში იჭერენ, ვერც რაიმე მინუსი ნახეს სერიოზული, რომელიც მის ავტორიტეტს დააგრძებდა და ვერც ერთი კომპრომატი ნახეს მთელი ოჯახის წევრებზე. ეს რაზე მეტყველებს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რითის ვიდეო დავიწყე, ხე ნაყოფით შეიცნობა. და არ მაქვს მარტო ბიძინაზე საუბარი, მის მეუღლეზე ქალბატონი ეკატერინე, რომელიც ძალიან მაგარი ადამიანია და სხვათა შორის ბიძინამ და მისმა მეუღლემ საკუთარი პირადი ჯიბიდან 1 მილიარდი ევრო სღირებულების ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსეს, სადაც ევროპელი სერიოზული სპეციალისტები ასწავლიან იქ. ეს არ იცის საქართველოს დიდმა ნაწილმა, რატომ უკაცრავად? რატომ? რატომ ამაზე არ საუბრობ? აი ხო შეიძლება ერთხელ გამოვიდეს და პირველი, ეს რა კაი გაუკეთებ, თან დეცენტრალიზირებას რომელიც ემსახურება რა. აი ხო პრობლემა არის, რომ ეხა თელი უნივერსიტეტები თბილისშია. კაცმა გააკეთა ხო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჩემი მეგობარი სწავლობს მაგალითად იქ. ვინმეს მადლობა გადაუხდია ოტესპე? ვინმეს? თავისი ჯიბიდან გააკეთა, ეს არის ყო საინვესტიციო ფონდი, თავისი ჯიბიდან გააკეთა 1 მილიარდი ევრო. გადაცემაც დევს ამაზე, შეგიძლიათ ჩაწეროთ YouTube-ზე და უყუროთ.
ამებს არ უყურებენ, გაიგე, მარტო მიმები აქვს დაზეპირებული, ადამიანი როგორ გააშავონ, ვინმე ის იქიდან არ გამოდის, ვინმე ის რაღაც აკვარიუმით დადის და ბანძები არიანი ხალხი ჩემი მე ხარ არ პოლიტიკოსი არც პარტიას არ მივეკუთვნები საერთოდ და მე პოლიტკორექტულობას დიდად არ ვიცავ, იმიტომ რომ მე იუთუბერი ვარ და ჩემი კონტენტი მაქვს და პირდაპირ ვარ რა, ანუ არ ვარ ესე თქვა ბევრ რაღაცაში არ ვინარჩუნებ ამ ყველაფერს. უბრალოდ დაუნახაობას ვერ ვიტან მე ყველაზე მეტად ადამიანში. მესმის შენ შეიძლება ადამიანი არ მეც არ გევასებოდე ხა ბაზარი არა, ხო გამაღიზიანებელი ვიყო შემთვის. ეს სხვა შეხედულება გაქვს, ოკეი. კი ბატონო, გეძლევა შანსი რომ კომენტარში გამოხატო ხო ეს ყველაფერი. არც იბლოკები, არც იდევნები. არ ცხოვრობ შენ ჩელიაბინსკში. მაგრამ უბრალოდ რაღაცაზე რომ კაი დაინახოდეს, უბრალოდ შეაქო, ეს შენს პიროვნულ აღმატებას მოიწევს. მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ ეგეთება დაიბადნენ ბოროტება და შურმა დაღუპა ეს ქვეყანა. ბოროტებამ და შურმა. სანამ ეს იარსებებს, სხვა კრიტიკაზე და სხვა იმაზე ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ უბრალოდ. და დღეს ბევრი რამე რო არიციან და დაზეპირებული აქვს, სამება გააკეთა და გადაგვაყოლავ, სამების მეტი რამდენი რამეა გაკეთებული. რამდენი რამე ვინ დაინახა ეს ყველაფერი. და მართლა მადლობა თქვენ რომ დღეს ჟურნალისტები რო არსებობენ და კომენტარებს რო იქწერენ და სახში რო არავინ არ უვარდებათ და რო არ უფეთქებენ რამე ეს ისევ ამ სისტემის დამსახურება. თორე წინათ 2012 წლამდე მეც მათ შორის ვიქნებოდი იქ რა ვირის საბანოში. რავი ერთ სამუდამო პატიმრობა შეიძლება. აი მაშინ გენახათ რა არის რეჟიმი და სისტემა რეალურად. ხო და ამიტომ ბიძინა არის ადამიანი რომელიც მე მის ისტორია ძალიან კარგად ვიცი შორიდან ეხა მე პირადად ახლოდან არც ერთს არ ვიცნობ არც ოტნეს არც ბერას დიდი იმედი მაქვს რომ გავიცნობოდეს მე იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან და ძალიან პატრიოტები არიან და თან უმეტეს ბიძინას შვილები ხარ რა თქმა უნდა ჩემთვის განსაკუთრებულები არიან დიდი იმედი მაქვს რომ გავიცნობ ცხოვრებაში მაგრამ მოკლედ ეს ყველაფერი რომ დავაჯამო შემიძლია ვთქვა ხო ერთი ძალიან საინტერესო აზრი დავასრულო ეს ყველაფერი რომ აი ბურჯანაძემ წეღანაც ილაპარაკა ესეთი რამე რომ ვითომ დააქილიკა რომ ეხა საკუთარი იქიდან რატო უყურებს ანუ ბიზნეს ისტორია მე რო შევისწავლე ხო აქედან როდესაც წავიდა ნულია ყველაზე გაჭირვებული ცხოვრებიდან და იმის მაგერად რომ ბევრი ადამიანი წავიდოდა და მიატოვებდა საკუთარ ქვეყანას საკუთარ მხარეშიც ბრუნდება როდესაც ფული იშოვა თავისი მხარეც ააშენა და საქართველოს გაუკეთა 2 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება საკუთარი ჯიბიდან ამის დანახვის გარეშეც ამის მსგავსი ანუ ისტორიაში არავის არ გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება ეს არა თეორია ეს არა კონსპირაცია ეს არა რაღაც ფორმულა რაღაც განტოლება იმისი რა ქვია ევკლიდეს კანონი არ არის ეს არის ფაქტი უბრალოდ და მე რომ წინაშე ლიბერალებსო დაუპირისპირდი 2024 წელს აგვისტოში და მაშინ რო თქვი რომ არ ვიცნობდი რა ზოგადად არ ვიყავი დაახლოებული ზოგადად არ მქონა ინფორმაცია რა ტრენდს ვიყავი მაშინ საყოლილი რომ აი ხო აი ოლიგარქიო და აყოლილი არ მქონა ნაფიქრი ხო სოფლიო პოლიტიკით უფრო ვიყავი და ხო სწავლობ რა ბიზნესის საქმეებს რებიც გააკეთა 2012 მაქამდე 2012 წლამდე მაგის მერე იქ რა ქვია პროექტი ქართუს ფონდიდან დახარჯული საქართველოს დავფიქრდი მეთქი ბიჭო კაცმა ამდენი გააკეთა და ტიპები მიზიან და სადღი გძულობს სუფრებიდან სვავენ და ბიზნეს და იმას ლანცხოვენ ამ დროს და ამაზე რომ დავაგენერირე ორი კვირა მე და ჩემი ძმა იმოშობოდით რა ქვია უყურებდით ხოლმე გადაცემებს იმევსწავლოთ და ვაშინ მახსენე მახსოვს პირველად რომ აი ბიზნეს უდიდესი ქველმოქმედი რაღაც ძალიან დიდი მადლობები გადაუხადე და აი უბრალოდ ბუნებრივად მას შეყარებული წავდა მოკითხვა ჩემ ყოფილ შეყარებულს ბიჭო, უცებ მოულოდნელად, აი ძალიან ბუნებრივად უბრალოდ მან ჩემი ყოფილი შეყარებულის მეუნება რომ რამ განაპირობა შენდის ბიზნესთან დაახლოება. ვიცი შენ მაინც რამ მტკიცებულობა გჭირდება შენ გვერდით ვარ 24/7-ზე მეთქი შეკაი ადამიანი. ან ზოგის გონებაში ის იყო გამჭდარი, რომ ანუ იმდენად იყო პროპაგანდა მიჩეული და აგორებული, აი ნოთარა მელაცეები და ესე რომ გამოდიოდნენ და ხან რა სქემებს აწყობდნენ, ხარეებს მოიგონებდნენ, ძალიან ბუნებრივად და მარტივად ვილაპარაკი ამ თემაზე რა და მე არჩევნები იყო 2-3 თვეში იყო მაქედან რა და ბუნებრივია ეგრევე ის გაუკეთე რა ქვია მხარდაჭერა გამოუცხადე რომ მეთქი აი რას ხედავ საქართველოში ოპოზიცია რას გავს მერე ვიღაცები მესამე ძალად ასახერებენ თავს ვაფშე ტიპები დაკარგულები არიან ორჯერ ორი არ ესმით რაღაც სადღიგრძელოებს მიყვებიან რაღაც ხაპრებს მიყვებიან და ამ დროს მეუნებიან ტიპები ვიღაცა ცხოვრებაში პური სახში არ შეუტანია ბიჭო პური სახში არ შეუტანო ის მეუნება ბიზნეს ცუდიაო და თუ
თურმე თვითონ ყოფილან რაღაცა, არ ვიცი ჩემი. გიორგი ბრწყინვალები და დავით აღმაშენებლები. არ არის ძმაო ეს რაციონალური აზრი უბრალოდ. მე არ ვამბობ ვინმე იდეალურია, იდეალური არავინ არ არსებობს ამ ქვეყანაზე, არც მე და არც არავინ საერთოდ. იდეალურ ქრისტია მხოლოდ. მაგრამ შეხედეთ ქართულ რეალობას, მო TikTok-ზე ჩასკროლერ, 5 წუთი გათიშე ვიდეო ჩასკროლერ, რა რეალობა გაქვს ამ ქვეყანაში, რა. ენა როგორ უტრიალდებათ უბრალოდ, ვერ ხვდებით, რა. და როგორ საუბრობენ ვიღაც ამ ხელაფული ტიპებს $5,000 გააძრობენ და რავი, მაილზე უნდა მიწერო უკვე, რომ შეხვედრა დაუგეგმოთ, რა. ამათ რომ ამ ხელა ქონება მიცე 5-6 მილიარდი, ხო არ მოგიდგენიათ, მართლა ჩელიაბინსკს კი არა, იმას მოგიწყობდნენ, რა ქვია. ფაშისტების იმას, რა ქვია, ბროლის ღამის. ამიტომ ხალხო მე რაციონალობა არასდროს არ დამიკარგავს ცხოვრებაში. ამდენი გამოწერიც იმიტომ აქვს დაგროვებული, რომ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ ყველაფერში. 1 გრამი არასდროს არ არის ჩემში, რასაც მე არ ვფიქრობ და რაც შეიძლება მე ვინმე ამ რამემ ამ ქვეყანაზე სეციურმა არ ქვედა ზალმე მასაუბროს. მაგიტომაც შევინარჩუნე ამდენი ხნის განმავლობაში ტრენდი. ჩემი საბოლოო მესიჯი კიდე ის არის, რომ ესეთი ახალგაზრდები გჭირდება საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრია და რომელიც არ ჩანან. და მე ვისურვებ, რომ ბევრი ესეთი ახალგაზრდა იყოს, როგორიც არიან სოტრეს და ბერაც და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. და კიდე ძალიან ბევრი ვიცი ეგეთი ქართველი, ძალიან ბევრია, მადლობა ღმერთს, უბრალოდ პრობლემა ის არის, ისინი არ ჩანან უბრალოდ და მე ურჩევ ყველას, რომ გამოჩნდნენ და მეტი და მეტი გააკეთონ საქართველოსთვის და რამენაირად იქნება ეს ვირეშმაკობა და ისინი რაც შემოგდებული აქვთ იმათ, რამენაირად მოვერიოთ. რავი, ესაა ჩემი აზრი, მეგობრებო, რავი, ფიქრობთ, მოგწონთ და ლაიქეთ, არ მოგწონთ და ლაიქებთ, თავისუფლება გაქვთ, free speech-ი გაქვთ სრული. არანაირ ჩელიაბინსკი აქ არ არის, არავინ არ გდევნით განსხვავებულ აზრზე. უბრალოდ ერთადერთი თხოვნა მაქვს საკუთარ თავს ეცით პატივი. აი ეგ არის მნიშვნელოვანი, თორემ მე არაფერი არ მაკლდება. არც შეურაცხყოფით და არც პირიქით. დროებით.